მადლობა რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებებში ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. მე ვხედავ რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არც ერთ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რო ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე სამწუხაროდ მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. თანმოხვედით პარლამენტში, რომელსაც იძახით, რომ არ აღიარეთ, მოდით თქვენ აზრზე დარჩით, ჩვენ აზრზე დავრჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არ აღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე, მე თავმჯდომარეს ვალდებული ვარ და ვალია ჩემი რომ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომლებსაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნებაჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა განმარტებებს იძლევით. ეს არის მხოლოდ დადებითი.